მოგესალმებით გამასმაყურებლებო, დღეს გამას რინგზე ძალიან ბევრ თქვენთვის საყვარელ მებრძოლს იხილავთ და მანამდე გამომყევით და ერთად ვნახოთ ჩვენ მებრძოლები როგორი შემართებით არიან და რას გვპირდებიან დღევანდელ ივენტზე. ნიკა, მე მაინტერესებს ყველაზე მეტად რა გეხმარება მომზადების პროცესში. რა გითხრა, ყველაზე მეტად მამაჩემი მეხმარება რა. და სულ ვარჯიშებზე დავყავა რაკეტიკით. მამხნევებს და мотиваციას მაძლევს რა. და ალბათ შენი ყველაზე დიდი გულშემატკივრებიც შენი ოჯახის წევრები არიან. კი, ჩემი ოჯახი და ჩემი ძმაკაცები. კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენს, ასე ვთქვათ, იმიჯთან და შენ ხასიათთან დაკავშირებით. მაინტერესებს ცხოვრებაშიც ესეთი აგრესიული ხარ თუ მხოლოდ გამას რინგზე? სხვათა შორის ცხოვრებაში ესეთი აგრესიული არა ვარ, თუ არ გამაბრაზდე. თუ გამაბრაზდეს, იმენა პიზდეც, მაგრამ ესე ცხოვრებაში უფრო მხიარული წყნარი ტიპი ვარ. აი ხა კამერების წინ მაინც ახლა ცოტა ისე თამაშობ რა, როლს თორე. ბევრს გონია რომ ცხოვრებაში ესეთ გიჟი ვარ და რაღაცა, მაგრამ არა, ესე არ არის. ცოტა რთულია მაგის დაჯერება და ბევრი სტერეოტიპია ხოლმე ზოგადად მებრძოლებზე, რომ ცხოვრებაში ესეთი აგრესიულები არიან. არ არის. და რას ფიქრობ, აი თუნდაც ეს ბრაზი გეხმარება, როდესაც რინგზე შედიხარ, ანუ ესეთი განწყობით უნდა იყო აუცილებლად, რომ შენთვის წარმატებით დასრულდეს ბრძოლა? კი, იმიტომ რომ ჩემ მოწინააღმდეგეს მე შე დუხით და მე კიდე მუშტით ვაგდებ. და მაინტერესებს რას ფიქრობ ოპონენტის ცვლილებაზე, საკმაოდ ესე მოულოდნელი იყო ეს ცვლილება და შენს ძველ ოპონენტზე რას ფიქრობ და ახალზე ეს მაინტერესებს. აი მე ესე გამიხადა ოპონენტის ცვლილება. რატო? კორტავას გაროხომი და ძალიან მაგრა. ისედაც ხო გქონდათ ბრძოლა ჩანიშნული ივლისში. კი, მაგრამ რაც უფრო ადრე მე თუ კედეს იქნებოდა. ფაციასთან იცი რომ აი ძალიან მეგობრულად ვიყავით, ძალიან კარგად ვიყავით და კიდე აი ბოლომდე ვერ გავიმეტებდი. კორტავასთან ძალიან დავზოგავ. და მაინტერესებს ოპონენტის ცვლილებასთან ერთად შენ ტაქტიკაშიც თუ არის დღეს რაიმე ცვლილება, ანუ რაღაც სხვანაირი გზით ხომ არ აპირებ დღეს მის დამარცხებას. ჩემ ყველა მეტოქეს ერთ ეგრეს უპირებ გათიშვას. ასე რომ დღეს ეხირავთ გათიშვა კორტავას. ესე იგი ნოკაუტს უნდა ველოდოთ დღეს შენგან. ბექა, მიუხედავად იმისა, რომ შენსა ნიკას შორის იყო დაგეგმილი ბრძოლა მომდევნო თვეში, მაინც ერთი კვირით ადრე მოგიწია ახლა ამ ბრძოლის აღება. საკმაოდ ისეთი თამამინა ბიჭია და მაინტერესებს თუ გქონდა რეალურად საკმარისი დრო ამ ბრძოლისთვის მოსამზადებლად. მოგესალმებით პირველ რიგში ერთი რაღაცა მინდა გითხრა რომ ანუ შემდეგ თვეში არ მქონდა დაჟე ივლისში მქონდა მეორე თვეს რა და ავიღე ერთი კვირით ადრე ბრძოლა იმიტომ რომ ჩემთვის ეს უფრო мотиваცია იქნება ბრძოლაზე ჩემთვის ეს უფრო ისეთი мотиваციაა რომ აი ამ ბრძოლისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ რომ ბრძოლობ აი ჩემი ქალაქის სახელით შეიძლება რომ ვთქვა ჩემი სამეგრელო სახელით და როგორც მან თქვა რომ ყველა ფოთოლს ყბას მოტეხავს ზუსტად ის პირველი ფოთელი ვიქნები რომელიც მას აი ისე გალახავს რომ არაფერს მოანდომებს ვაფშე აი ამას მე თქვენ კი იცით რომ ტყუილ არაზოს არაფერს არ ვიძახი და აი კბირდებით ისე გავლახავ რომ შეიძლება რინგის მერე რო ადგება ინტერვიუს კი არა ხელის დასადგომადაც კი არ მოისურვოს ყოფნა საკმაოდ აგრესიული განცხადებებია შენი მხრიდანაც, მაგრამ არანაკლებ აგრესიულია შენი მეტოქეც ძალიან. მაგას ლიჟბი ალაპარაკე მეტი არაფერი არ უნდა, სულ 4 ჭუბი აქვს მონაგები, 2 გაყიდული და 2 დებიუტანტებს მოუგო. მაგას ვანახებ როგორია მძიმე ხელის დარტყმა და ნამდვილი ჭუბი. აქამდე შენ დაუმარცხებელი იყავი და მაინტერესებს ეს ბრძოლა გამარჯვების შემთხვევაში, აი რას დაამტკიცებს შენზე? აქამდე არა. ეხლა დაუმარცხებელი ვარ. დღეს ეს დაუმარცხებელი ვიქნები და შემს თავში ეს არაფერს არ დაამტკიცებს. უბრალოდ აი ის სიხარული და ის ჟინი და ის ყველაფერი მექნება, რომ აი ვინც რამე ცუც იტყვის, თუნდაც მეგრელებზე, თუნდაც ფოთელებზე, რომ აქ ისეთი მგელივით ბიჭები ვართ, ესე უბრალოდ მოსახსენიებელი არ ვართ რა და ყოველთვის გავცემთ პასუხს ვინც ედმეც ილაპარაკებს. ესე იგი რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა ერთი კვირით ამ ბრძოლის აღება შენთვის ძალიან ისეთი კარგი შესაძლებლობა იყო. აი 2 დღით ადრე რო დაერეკა ჩემზე და რო ეთქვა მოდი იჭუბე 2 დღით ადრეც ვიჭუბებთ. პირველი ბრძოლა ვიცი მე ესეთი ძალიან აგრესიულად დაიწყო ორივე მებრძოლმა. შესაძლოა სულ რაღაც რამდენიმე წამში ეს ბრძოლა უკვე დასრულდეს. ძალიან დათებული და ძალიან სისხლიანი ბრძოლაა.
მეორე რაუნდი და ვფიქრობ, რომ შეიძლება რომელიმე მებრძოლმა ნაადრევადაც კი დაასრულოს ეს შეხვედრა ნოკაუტით. მართალია პირველ ბრძოლაში ნოკაუტი ვერ ვიხილეთ, მაგრამ სამაგიეროდ მებრძოლებმა შემოგთავაზეს უმაგრესი და ძალიან სასტიკი პერფორმანსი. სულ რაღაც რამდენიმე წუთში უკვე დამატვისე, დაიწყება კიდევ ერთი უმაგრესი დაპირისპირება, ეს არის სარეიტინგო ბრძოლა ბესო ფარდიასა და ლადოვანიშვილის მებრძოლი ჩემგან ხელმარცხნივ ლადო კეისარი ვანიშვილი დღეს გამასვინგზე ყველა მებრძოლი, არ ვიცი, ერთმანეთზე უფრო დაძაბულ ბრძოლებს გთავაზობს და გონი რიგსაც ეტყობა, იმედია დაინახავთ. ორივე მებრძოლმა ძალიან მაგარი პერფორმანსი შემოგთავაზა, თუმცა ტექნიკური ნოკაუტით ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ლადოვანიშვილმა. უკვე ძალიან გაიძაბა სიტუაცია, იმიტომ რომ ახლა მიმდინარეობს პირველი საჩემპიონო ბრძოლა დღევანდელი ივენთვის. ერთმანეთს უპირისპირდება აირონ ლაშა და გრიზლი და ორივე მათგანი არის, მართლა უძლიერესი, ამიტომ ძნელია წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება, ჩემი აზრით, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ბრძოლა. მეოთხე რაუნდიც ისევე როგორც წინა სამი რაუნდი უსასტიკესად დაიწყო და შემატკივრისთვისაც არ ვიცი, მე უკვე ცუდად ვარ. ძალიან მაგარი ბრძოლა შემოგთავაზეს ბიჭებმა. გამარჯვებული გახდა ლაშა. ნიკა 77 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ხარ ყოფილი ჩემპიონი და არანაკლებ ძლიერი მეტოქეც ყავს. მაინტერესებს როგორ ხარ, როგორი განწყობით ხარ დღევანდელ ივენტზე და ხარ ნერვიულო? მოგესალმებით. რავი, განწყობა ჩვეულებრივი. მეტოქეები არასდროს შემირჩევია, დღესაც ძალიან ძლიერი მეტოქე მყავს და მე პირიქით მიხარია, მხოლოდ საუკეთესოებთან მიყვარს ბრძოლა. და მაინტერესებს თუ კი ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, რას შეცვლის ეს შენთვის? ეს კამბექი როგორი იქნება შენთვის? შეცვლის დიდად არაფერს, რავი. ყოფილვარ ჩემპიონიც, ყოფილვარ ანდერდოგიც, ყოფილვარ ფავორიტიც და ყოველთვის მიბრძოლია ბოლომდე. დღესაც იგივე იქნება, უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ ბევრად მეტ ენერგიას ვგზნობ, რადგან დიდი წონა არ დავიკელი და ფიქრობ, რომ ძალიან სანახაობრივ და კარგი ბრძოლა შემოგთავაზეთ. ნამდვილი ომი იქნება რინგზე. და მაინც როგორი პროგნოზით გვპირდები დღევანდელი ბრძოლის დასრულებას? ვიჩხუბებ 5 რაუნდი და დასრულდება ჩემი გამარჯვებით. რადო, გამარჯობა. შენთან როგორც ჩემპიონთან რამდენიმე კითხვა მაქვს. მაინტერესებს პირველ რიგში კამრის მოპოვება უფრო რთული იყო შენთვის თუ მისი დაცვა და შენარჩუნება უფრო რთულია? სირთულეს ვერ ვხედავ თავარი შრომა, თუ ის შრომები სირთულეები ქრება და ჩემთვის სირთულე არ ყოფილა არც მოპოვება, არც დაცვა, იმიტომ რომ ბევრი მაქვს ნაშრომი და ამის ხარჯზე რთული შრომა, მოპოვება არ არის. მაგრამ ფასდება საბოლოოდ შრომა შენ შემთხვევაშიც ასე მოხდა. კიდევ მაინტერესებს თუ გახსოვს მაშინ, როდესაც 84 კილოგრამ-წონით კატეგორიაში საჩემპიონო კამარი მოიპოვა, ეს კამარი ვინ გადმოგცა? სათაშორის მე არ მახსოვდა და სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამ ვიდეოს და ძალიან გამიხარდა ეს კადრები რომ ნახე, რომ მე ვიყავი
ის ადამიანი, რომელმაც ბადოს ეს ქამარი გადასცა. იმედია იღბლიანი ხელით იღბლიანი ხელით გადმომეცნე 13 ვიცა მაინტერესებს შენი უპირატესობა რა არის მეტოქესთან შედარებით? ალბათ ის რომ ბევრი მაქვს ნაშრომი და ამის ხარჯზე ორივენი გამოცდილი სპორტსმენები ვართ როგორც მე ასევე ნიკა და ალბათ ის გაიმარჯვებს ის უფრო მეტი შრომა და მე ჩემ თავში ვიცი რომ ბევრი მაქვს ნაშრომი და აუცილებლად გავიმარჯვო. ეს ის ბრძოლა არის ჩემთვის რომ აი მართლა მთელი გულით მინდა რომ ორივე მებრძოლმა მოიგოს მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება. მაინც წარმატებებს გისურვებთ ორივეს და ბოლოს მაინტერესებს რას პირდები დღეს გამას მაყურებელს როგორ აპირებ ამ ბრძოლის დასრულებას? სიმართლე გითხრათ წინასწარ არ მაქვს ესე განსაზღვრული 8 ვალ რინგზე იქ გამოჩნდება ყველაფერი რა. კარგ სანახაობას თავაზებ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ბიჭებიც ძალიან კარგ სანახაობას გაჩნდებიან და ჩემი ბრძოლაც სასწაული ბრძოლა იქნება. მეც დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად ძალიან მაგარი პერფორმანსი იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ. გადახრა და მარჯვენა ჰუკი ეგრევე ბადო. ირაკლი, წინა ივენტზე შენ გახდი ჩემპიონი, ახლა მაყურებლის როლში ესწრები დღევანდელ ივენტს. მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვა, შენი აზრით რა პროგნოზით დასრულდება ბადოს და ნიკას შორის დაპირისპირდება? ჩემი აზრით ბადო ყველა ვარიანტი გაიმარჯვა, დღეს მარტო როგორც მაყურებელი, მაგ აპლუაში არ ვარ რა. დღეს როგორც ვცხრენ, ეგრევე ვლადო ვანიშვილი. აი ეს დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ანუ ეს ქამარი დარჩება იქ სადაც ესე იგი მესამე შეძლებს ამის დაწვას და ხუთივე რაუნდს ვიხილავთ. დიდი იმედი მაქვს რომ არა რაღაც ისე მოგის ბრძოლა ალბათ რომზე ადრე დავამთავრებ. ესე იგი ველოდოთ მაშინ ნოკაუტს. სხვათაშორის ისიც მინდა გითხრათ რომ მოგილოცოთ ის პირველი იყო სხვათაშორის იმ ივენტზე თქვენი გამოჩენა. რამაც სხვათაშორის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა რა და გილოცავ ძალიან კარგი და უფრო ძალიან ესე წაახალისა რა ჩემი აზრით ის ყველა ეს ბუნებრივია ხმა ბუნებრივია დღეს ეს ივენტი გვაქვს რა. გილოცავ ეპიზოდი. დიდი მადლობა. კიდევ ერთი ძალიან დაძაბული და თან ძალიან სანახაობრივი საჩემპიონო ბრძოლა ვიხილეთ და რაც ფიქრობ საწავა ქამარი გორში თუ ქუთაისში 47 და ამ ბრძოლაში გამოცხადებულია პირველად ჯანოს ისტორიაში მეცხრე რაუნდი. ესეთი სისასტიკი ჯერ არც ერთი რაუნდი არ დაწყებულა მართლა, მაგრამ ალბათ ბუნებრივია, იმიტომ რომ დღეს დამთავრების შემდეგ რეალურად ეს რაუნდი გადაწყեց ამ ორი მებრძოლის ბოლოს. ბადო გილოცავ გამარჯვებას, ქამარი შენთან ერთად მოდის მოკლედ გორში ისე ბრუნდება. არ ვიცი, აი მართლა სასწაული რაღაც მოხდა გამას რინგზე, ესეთი შემთხვევა ჯერ არ ახსოვს გამას რინგს, 6 რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა. მე მაინტერესებს შენ უშვებდი თუ არა რომ შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო და 6 რაუნდიანი ბრძოლა ყოფილიყო დღეს. როგორც თქვი, ჯგუფში ყველაფერი ხდება. სიმართლე გითხრათ, შოქში ვარ ესეთი რაღაცა ოჯახნიკას ალბათ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და ალბათ მე ვერ ვიყავი კარგ ფორმაში, მაგრამ ვაინც მაყოფილი ვარ ჩემი. ფიქრობ რომ რამემ შეგიშალა ხელი მომზადების პროცესში? ხო, რა შეიძლება მეტი შეგვიძლია. მაგრამ ფაქტია რომ გამარჯვება დღეს მაინც შენ მოიპოვე. ხო, აურია გამარჯვება მე მოვიპოვე, ქამარი ისე ჩემთან დარჩა. ეს მოსწრის დავჩემს. და თუ
გაქვს რაიმე სამომავლო გეგმები, ხომ არ ვფიქრობ უკვე კონკრეტულად რომელიმე მებრძოლთან სამომავლო გეგმები ყველას აქვს. კონკრეტულად და ხალხს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ გამარჯვებას. ბოლოთა ერთ-ერთი ყველაზე ყავრიანი დაპირისპირება იქნება. დღევანდელი კომენტარის ძალიან ბევრი სანახაობრივი და თანაცმლის სასტიკო სიკვდილების შემოთავაზეს დღეს ბიჭებმა გამას მიიღზე. აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი, თქვენთვის რომელი ბრძოლა იყო ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და ისიც აუცილებლად გამიზიარეთ დღევანდელი ვიდეო როგორ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.